არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე 15 წლის ქართველი მუსიკოსი მორიგი კონცერტისთვის ემზადება ხვალ პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგენიძე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვა. შესრულდება მოცარტის მეცხრე საფორტეპიანო კონცერტი. დირიჟორ არიელ ცუკერმანთან ერთად დღეს პირველი რეპეტიცია გაიმართა. სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში წარმოსადგენი პროგრამა ორ ნაწილს მოიცავს. არაერთი წარმატებისა და უცხოეთში გამართული სოლო კონცერტის შემდეგ ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ზედგენიძე ამჯერად ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მაყურებლის წინაშე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება, რომელსაც მოწვეული დირიჟორი არიელ ცუკერმანი უხელმძღვანელებს. ამ საღამოზე ახალგაზრდა პიანისტი მსმენელის წინაშე საკუთარ ნაწარმოებებს არ შეასრულებს. თუმცა აქვე გვიყვება, რომ სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომელსაც ივლისში გამართავს. ამჯერად მე დავუკრავ ორკესტრთან და დავუკრავ დირიჟორ არიელ ცუკერმანთან. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და უკვე რეპეტიცია ვქონდა და ძალიან ვისი ამოვნე. დავუკრავ მოცარტის მეცხრე კონცერტს საფორტეპიანოს და მეორე მოქმედებაში უკვე ჩემს გარეშე დაიკვრება მალერის პირველი სიმფონია. სიმფონიური მუსიკის საღამოზე ცოტნე ზედგენიძე მსმენელის წინაშე პირველ განყოფილებაში წარსდგება. მეორე განყოფილებაში კი სცენას ორკესტრი არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით დაიკავებს. ეს არის ჩემი პირველი თანამშრომლობა ესე მუსიკალური არიელთან, თუმცა ადრეც მის შემოქმედებას ვიცნობდი და ისიც იცნობდა ჩემსას და ესე შორიდან ერთმანეთს ვიცნობდით, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესე პირველად შევხვდით და ესე პირველად მუშაობთ. დირიჟორი და ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი საქართველოში პირველად არ იმყოფება. შესაბამისად, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთანაც არაერთხელ უთანამშრომლია. ხვალ მსმენელის წინაშე კვლავ წარსდგება, სადაც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს ერთობლივად უხელმძღვანელებს. ბედნიერი ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ აქ. ორკესტრთან კვლავ შეხვედრა და მუშაობა დიდი სიამოვნება. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამა. ვასრულებთ მალერის პირველ სიმფონიას, ტიტანს და მოცარტის მეცხრე საფორტეპიანო კონცერტს. მომავალ ვარსკვლავ ცოტნესთან ერთად და ძალიან ველოდებით ამ საღამოს. ის არის ძალიან ნიჭიერი. მე ვფიქრობ, მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება, თუმცა ის უკვე არის ვარსკვლავი. მუსიკალური საღამო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში 3 მაისს გაიმართება.